მოგესალმებით ყველას. დღეს 9 აპრილია და არ შემიძლია არ აღვნიშნო ის, რომ 9 აპრილი ეს იყო ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის დღე, ჩვენი გამოღვიძების დღე, სადაც ყველა ერთად იყო ერთმუშტად შეკრული. უდიდესი თავისუფლების ზეიმი იყო, უდიდესი სიყვარული იყო და მსხვერპლს შეწირვა მოხდა, ქართული სისხლის გაღება მოხდა იმ თავისუფლების აღსადგენად, უნებლიეთ რომ გახდნენ, თვითონაც რომ არ იცოდნენ ისეთი ზვარაკები და შეეწირნენ სამშობლოს, ჩვენს თვითგამოღვიძებას, ჩვენს ბედნიერებას, ჩვენს სამომავლო პერსპექტივას, რამაც შემდგომ ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტალასთან ერთად ნანატრი თავისუფლება დამოუკიდებლობა მოგვიტანა. მოდით ისევ დავიწყებ იქიდან, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვარ და ამ ჩვენს ქვეყანას რატომღაც ყოველთვის ებრძოდა არა მარტო მტერი, რაც გასაკვირისულაც არ იყო, არამედ მეზობლად წოდებული მოკავშირე და მეზობლად წოდებული უამრავი ქვეყანა. ერთ-ერთი მაგალითი ამისა სწორედ ის გახლავთ, რომ რუსეთმა გასცა ასეთი დირექტივა, ასეთი ბრძანება, რომ შემოეყვანათ ტანკები და თავისუფლება მოწყურებულ ახალგაზრდებისთვის, ადამიანებისთვის, ვინც იქ იდგა და ძალიან ხშირად ჩემს ოჯახთან ერთად მეც იქ ვიმყოფებოდი, რადგან სწორედ ამ დროს დავამთავრე სკოლა 1988 წელს და 99 წლის 9 აპრილის დილის 4 საათი იყო, 2 საათი იყო, უბრალოდ 3-ის დასაწყისში ჩვენ წამოვედით სახლში, როდესაც ღამე უნდა გაგვეთენებინა, რაღაც, არ ვიცი, მამას რაღაცა ახირების გამო, რომ აღარ მოინდომა იქ დარჩენა. არ ვიცი ეს წინათ გრძნობა იყო, რა იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენი წამოსვლიდან 2 საათში, 1:45 წუთში მიტინგი დარბეული იქნა. ამას თავი დავანებოთ. ჩვენ ვიყავით თვითმხილველები ყველაფრისა, იმ დიდი ერთმუშტად შეკრული საქართველოსი პარლამენტის წინ რომ იდგა. აი ეს შემართება, ეს დიდი სიყვარული, რასაც ქართული გენის გამოღვიძება ერქვა და ქართული გენი ერქვა, ყოველთვის იყო ჩაკერული ადამიანის სულში და გულში. გვებრძოდნენ, რომ ეს ყველაფერი გაეთელათ, მაგრამ არ მოხერხდა და ვერ მოხერხდა. ჩვენი თვითშეგნება ვერ შებღალეს, ვერ წაბილწეს. თუმცა დღესდღეობით ძალიან ბევრი რამის გადატანა გვიწევს და ეს ისტორიულად 1793 წლიდან, როდესაც ერეკლე მეორემ გიორგი გეორგიევსკის ტრაქტატს მოაწერა ხელი და რუსეთს თხოვა დახმარება, რადგან მას გასაქანი არ მისცეს და მეტი გზა არ დაუტოვეს. სწორედ აი ერთგვარი დასჯა იყო ის, რომ აღა მაჰმად-ხანი შემოესია საქართველოს და პირობები რუსეთმა საერთოდ არ გაითვალისწინა, რაც იყო ამ ტრაქტატის პირობებში ჩაწერილი, რომ უნდა უზრუნველყო ჯარით საქართველო საჭიროების შემთხვევაში და ასეთივე ვალდებულება ექნებოდა საქართველოსაც. თუ ეს პირობები არ იქნებოდა გათვალისწინებული, შეეძლო სახელმწიფოს, ანუ საქართველოს ამ ტრაქტატზე უარი ეთქვა. არ უნდა შეხებოდა არც საშინაო საქმეებს და მით უმეტეს არც სახელმწიფოს, მაგრამ ეს ყველაფერი დაირღვა და მაშინვე გუბერნიად, ერთ დიდ გუბერნიად გამოაცხადეს საქართველო, სახელმწიფო დაშალეს, მეფობა გააუქმეს, გადაასახლეს მეფეები,
ჯერ ქართლ-კახეთის სამთავრო დაშალეს, ასე ვთქვათ, სახელმწიფო, შემდგომ იმერეთიც მიუერთეს, ანუ იმერეთშიც იგივე გააკეთეს. გიორგი მე-12-ის მეფობის დროს სწორედ ბაგრატიონთა ტახტი მთლიანად უკვე გაუქმდა და იქიდან მოვდივართ დღემდე. ძალიან ბევრი ბრძოლები გადაიხადა ქართველმა ერმა, არა მარტო გარეშე მტერთან, არამედ შინაურთანაც რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს უნდა ვაღიაროთ და სიმართლე ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ მართლმადიდებლები და აი ამ მართლმადიდებლურ კავშირთან ერთად ჩვენ შევიძინეთ ჩვენს საიმედო პარტნიორებად მოაზრებულ ადამიანებად ვთვლიდით მათ და არ ვლაპარაკობ მე რუსეთის თვითონ ერზე და ხალხზე, აქ არის ლაპარაკი თვითონ ხელისუფლებაზე, მაშინ ეკატერინე მეორე იყო ხელისუფალი, ხოლო შემდეგ პავლე პირველმა გააუქმა სწორედ ჩვენი ბაგრატიონთა დინასტია, დინასტია კი არა, ტახტი, აღკვეთა მთლიანად თავისუფლება ქართველი ერისა, მამულიშვილებისა, თუმცა ის ეროვნული სული ვერ ჩაკლა, რასაც ერქვა უდიდესი სიყვარული სამშობლოსი და უდიდესი სიყვარული მთლიანად ჩვენი ქვეყნისა. და იქიდან აქამდე მოვდივართ, უამრავი ქარტეხილი გამოვიარეთ, უამრავი ცეცხლის წვიმა გამოვიარეთ, მოვდივართ ხან ვეცემით, ხან ვდგებით და ეს 9 აპრილი სწორედ ეს რიცხვი და რატომღაც ეს 9 რაღაც მისტიურ ციფრად არის გადაქცეული და ბედისწერის ციფრად არის გადაქცეული ჩვენთვის 1956 წლის 9 მარტი, ეს 9 აპრილი, 9 წლიანი პერიოდი, ანუ ძალიან ბევრი რამე გვესმის 9 და ამ 9-ს თავი დავანებოთ, ამას კიდევ ცალკე დატვირთვა აქვს და მე ამაზე ვისაუბრებთ, მაგრამ მე მინდოდა ის მეთქვა, რომ დღევანდელ დღეს არ შეიძლება ის ადამიანები არ გავიხსენოთ, ვინც თავი გაწირეს ჩვენი თვითმყოფადობისათვის, ჩვენი გამოღვიძებისათვის, ერის კონსოლიდაციისათვის, ერთად ყოფნისთვის. ზვარაკად შეეწირნენ ჩვენს სამშობლოს, ანთებული სანთლებით იდგნენ, მღეროდნენ მრავალჟამიერს, ცეკვავდნენ, უხაროდათ ქვეყნის გაერთიანება, არ ეშინოდათ იმ ტანკების, რომლითაც შემოვიდნენ, ასე ვთქვათ, თავისუფლების მოედანზე და კი მოხდა ჩვენი ფიზიკურად გადათელვა, მაგრამ ჩვენი სულიერი გადათელვა მაინც ვერ მოხერხდა. ქართველი მაინც ყოველთვის დგას მყარად ფეხზე, როგორი დიდი ტრაგედიაც არ უნდა გადაეტანა მას და როგორი დიდი ტრაგედიაც არ უნდა მოხდეს. ღმერთმა გვაშოროს ეს და გვაკმაროს ჩვენს ღვთისმშობლის წილხვად საქართველოში და ამიერიდან ძალიან მინდა, ამის დიდი სურვილი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ძალიან გვინდა, რომ ჩვენი სამშობლო იყოს ბედნიერი, თავისუფალი, გალაღებული და ჩვენი მომავალი თაობა ცხოვრობდეს ღირსეულად, შეასრულოს თავისი მოქალაქეობრივი ვალი და იყვნენ ისინი არა დაზაფრულები, არამედ გალაღებულები საკუთარ ქვეყანაში და თავისუფლები, საკუთარი თავისუფლები. ჩვენ ეს ნამდვილად დავიმსახურეთ. აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით ახლა გადასვლა ცოტა ისეთი მექნება, მაგრამ მაინც გადავლეს დღევანდელობა სთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა გამიხსენებინა დღევანდელი დღე და ნათელში იყვნენ ის ადამიანები, ის წასული ადამიანები, რომლებმაც თავი გაწირეს ჩვენი სამშობლოსათვის, ჩვენი ღირსეული სათავეში მყოფი პირველი პრეზიდენტი იყო ის, თუ ჩვენი ეროვნული მოძრაობის ლიდერები იყვნენ, რომლებმაც შეაკავშირეს მთლიანად საქართველო და ღირსეული სიტყვა თქვეს,
ყველას ნათელი ხსო უნდა ყოფილიყოს და არასდროს არ დაგვევიწყებინოს მათი სახელები. დაუბრუნდეთ ისევ, ეხლა ეს მოკლე ექსკურსი მინდოდა გამეკეთებინა, სიღრმეებში არ შევალ, ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება, ამაზე ცალკე კიდევ გავაკეთებ და დავდებ ვიდეოს, რამდენი რამ გადაიტანა ქართველმა ხალხმა და რამდენ ქარიშხალს გაუძლო. მაგრამ როგორც შეგპირდით, მე წინა ვიდეოში საუბარი მქონდა ათონის ივერთა მონასტრის ხატზე, რომელიც უნდა წამობრძანდეს მაშინ, როდესაც უნდა მოხდეს უფლის მეორედ მოსვლა და ეს მეორედ მოსვლის ნიშნები უკვე დადებულია, ძალიან ბევრი მინიშნება უკვე, რომელიც გზადაგზა სრულდება და ძალიან ბევრი რამ ასრულდა. ვთქვი მე კიდეც ეს წინა ვიდეოში, აბსოლუტურად ყველაფერი არის ეს გლობალური ომები, არის ეს გლობალური დათბობა, არის ეს შიდა ომები, არის ეს გარედან მოწყობილი შემოგდებული ომები, აგერ ირანი, აგერ ერაყი, ძალიან ბევრი რამე, ეს კორონავირუსთან დაკავშირებით და ეს უამრავ დაავადებასთან დაკავშირებით მინიშნებული ქვეტექსტებით ბიბლიაში და გამოცხადებაში ძალიან ბევრი რამ არის, ნაჩვენებიც ძალიან ბევრი რამ არის, ასე ვთქვათ, დაწერილი, რომელიც გაიშიფრა და დღევანდელობასთან ასოცირდება და მარტო ეს არა, გზადაგზა კიდევ ძალიან ბევრი რამ სრულდება და ძალიან ბევრი რამ ასრულდება. ეს რომ გითხრათ, რომ ძალიან მახარებს, რაც ხდება, ნებისმიერი ადამიანი განიცდის ამ მდგომარეობას, მაგრამ თუ რაღაცამ შეიძლება გაგვახაროს, ეს არის ის, რომ ადამიანის თვითშეგნება თანდათან იღვიძებს, ის დგება სულ სხვა საფეხურზე, იმ საფეხურზე, რასაც ქვია სულიერი გამოღვიძება, რადგან აღარ არის დრო ჩვენ ვიყოთ მუდმივ ლეთარგიულ ძილში. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც არ ცდილობს და საერთოდ არანაირად არ ეხება მას ეს ისეთი კარგად გრძნობს ამ მდგომარეობით, ხელსაც ითბობს, მშვენივრად გრძნობს თავს, მაგრამ აქ არ არის ლაპარაკი ამ ადამიანებზე, აქ არის ლაპარაკი სწორედ იმ უფლის ცხრებზე, რომელიც გამოარჩია მან, ანუ უფლის მადლით და ცხოვრებით გაცისკროვნებულ ადამიანებზე, რომელთაც სწორედ უფლის ბეჭედი ადევთ და არა მეორე ძალისა და ასეთი ადამიანები ჩვენ ერში მრავლად არიან, მადლობა ღმერთს, რომლებიც დღემდე ღირსეულ ოჯახებს ქმნიან, ღირსეულ შვილებს მომავალ თაობას ზრდიან და მე თამამად მაძლევს უფლებას დღეს ვთქვა ეს ძალიან დიდი სიამაყით, როდესაც ჩვენი ერის მესაჭე დღეს, ჩვენი პატრიარქი, რომელიც საქართველოს თავისუფლების და ერის და ჭეშმარიტი სარწმუნოების საწინდარი და სიმბოლოა, აი ჩვენს პატრიარქს როგორი სიყვარულით მიმართავს პატარა ბავშვი, რომელიც მე საკუთარ გვერდზე გავაზიარე, ანუ ეს ვიდეო კადრები სამების ტაძარში, მიყვარხარ პატრიარქო. ამ სიტყვებით ყველაფერია ნათქვამი. ამ პატარა 3 წლის, 3 თუ 4 წლის ბავშვმა მთელი საქართველოს სათქმელი თქვა. მთელი საქართველოს სათქმელი უთხრა პატრიარქს, რომელიც არის მესაჭე, სიმბოლო, ნამდვილი ქრისტიანობისა. უამრავი მამულიშვილი ყავდა ჩვენს ქვეყანას და ყავს, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის იდეისთვის, სამშობლოს თავისუფლებისთვის, იყვნენ ისინი მეომრები, იყვნენ ისინი მხატვრები, მოქანდაკეები, მწერლები, რეჟისორები, ყველას თავისი სიტყვა აქვს ნათქვამი. ძალიან ბევრ მათგანს
იავარდით მოფენილი გზა არ ქონია, მაგრამ თავიანთი მრწამსისთვის მათ არ გადაუხვევიათ. მე ვისაუბრე ათონის მთის მონასტერში პირველ მოღვაწე ბერებზე, მამებზე, ესენი იყვნენ იოანე და ექვთიმე ათონელები, ანუ მთაწმინდელები და მათ გაწეულ შრომაზე. უამრავი თარგმანი შეასრულეს მათ, ძალიან ბევრი ნაწარმოები დაწერეს. იყო ეს ჰიმნოგრაფიული ნაწარმოებები, ლიტურგიული ნაწარმოებები, იყო ეს ნაწარმოებები, რომლებიც ერში ქრისტიანობის განმტკიცებას უწყობდა ხელს და ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იმას, თუ მდოგვის მარცვალივით ქრისტიანული სარწმუნოება როგორ ფესვებს გაიდგამდა, როგორ გაიზრდებოდა, როგორი ხე აღმოცენდებოდა იქიდან ფესვმაგარი თუ უბრალოდ ხე, რომელიც ერთი წამოქცევით, ასე ვთქვათ, ერთ სულის შებერვაზე წამოიქცეოდა. აი ეს სიბრძნე, აი ეს გონივრულობა საჭირო იყო და ჩვენი ქართველები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში იყვნენ, ბედის უკუღმართობით თუ სხვადასხვა მიზეზებით გაბნეულნი, ყველა ქართველმა თავისი ღირსეული სიტყვა თქვა. იყო ეს მეტალურგია, იყო ეს მანქანათმშენებლობა, ინჟინერია, იყო ეს ხუროთმოძღვრება, როგორც ვთქვი უკვე მხატვრობა, იყო ეს მეცნიერება, თარგმნელობა თუ ასე შემდეგ. მოდი დაუბრუნდეთ ახლა ისევ ექვთიმესა და იოანე ათონელებს, მათ მთარგმნელობით საქმიანობას და უამრავი ნაწარმოები ითარგმნა ბერძნულიდან ქართულად და ქართულიდანაც გადაითარგმნა თვითონ ბიზანტიის იმპერატორის მოთხოვნით, რომელსაც დიდი სურვილი ჰქონდა ლიტურგიულ და ჰიმნოგრაფიულ ნაწარმოებებს გაცნობოდა და ძალიან დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ ექვთიმე და იოანე აი ამ ბიზანტიის მეფის კარზე. ისინი ყოველთვის ცდილობდნენ უმაღლეს რანგში აეყვანათ მწერლობა და დიდი კვალი დაეტოვებინათ და მართლაც საარქივო მასალები უზარმაზარ ტომებს ითვლის, სადაც ეს დიდი შრომები არის დაცული ათონის ივერთა მონასტერში, რომელსაც სამწუხაროდ დღეს არ გვაჩვენებენ. და ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდებათ ხოლმე პილიგრიმებს და ქართველ მოგზაურებს იმისთვის, რომ თორნიკე ერისთავის, რომელიც ასევე აღიკვეცა ბერად, თქვი ვისაუბრე წინა ვიდეოში, მისი შენახული საჭურველი და სხვა სიძველეები, უამრავი სიძველე, რომელიც ათონის ქართულ ივერთა მონასტერში იყო დაცული, დღესდღეობით არის გასაიდუმლოებული, ჩაკეტილი და გასაიდუმლოებული წესით არ უნდა იყოს, მაგრამ არაჩვენებენ არავის და ეს არის, რო იტყვიან, ძალიან ერთეულების ხვედრი და ძალიან დიდი წვალება უნდა ხელისუფლების მხრიდან უნდა ძალიან ბევრი საბუთების შეგროვება, დასტური, შემდეგ საბერძნეთის მთავრობასთან და მათ წარმომადგენლებთან კიდევ საბუთომანია და ძალიან ბევრი რამ, როდესაც ჩვეულებრივ შეიძლებოდა ყველაფრის მოგვარება. მაგრამ სამწუხაროდ ეს არ ხდება, მითვისებული აქვს მთელ საბერძნეთს დღესდღეობით ეს ჩვენი ქართული სიძველეები და ისტორია წაშლილია, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, მათთვის არის, მათ ასე გონიათ, რომ წაშლილია, მაგრამ წაშლილი არაფერი არ არის, ყველაფერი თავის დროზე დადგება თავის ადგილზე. ქრისტიანულ კულტურაში და ქრისტიანულ ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აგიოგრაფიულ ნაწარმოებებს. ეხლა რა არის აგიოგრაფია? აგიოს ეს არის წმინდა ბერძნულ ენაზე, ხოლო გრაფოს არის მწერ. აგიოგრაფიული ნაწარმოებები გახდათ ორი სახის, ეს იყო მარტვილობა ანუ წამება, რომელიც ერთგვარად ასახავდა
წმინდანთა ცხოვრების ან ფრაგმენტებს ან მთლიან ცხოვრებას, სადაც მარტვილობა და წამება იყო ზედმიწევნით აღწერილი, ხოლო მეორე აგეოგრაფიული ნაწარმოებები კიდევ იყოფოდა ცხოვრებათ, ასე ვთქვათ, ღირსეული გამოჩენილი ადამიანების ცხოვრება იყო აღწერილი, როგორც ვთქვი, უკვე აგერ იოანე და ექვთიმე ათონელებისა, გიორგი ათონელის, გრიგოლ ხანძთელის და წმინდა ნინოს ცხოვრება, ბასილი ზარზმელის ცხოვრება, ანუ უამრავი ადამიანის ცხოვრება, რომლებიც ასევე ღირსშესანიშნავ საქმეებს აკეთებდნენ, საეკლესიო ცენტრებს, მონასტრებს აშენებდნენ, აკეთებდნენ ღირსეულ სასიქადულო საქმეებს, ძალიან დიდი ძალისხმევის შრომის შედეგად კულტურული, საგანმანათლებლო, ქრისტიანული ცენტრების ასაღორძინებლად. ეხლა რაც შეეხება მე რადგან შეგპირდით შუშანიკის წამებაზე ვისაუბრებდი და ამ აგეოგრაფიულ ძეგლზე, რატომ იყო ეხლა მნიშვნელოვანი მაინდამაინც შუშანიკის წამება? იმიტომ რომ იგი ერთადერთი პირველი ძეგლი გახლავთ, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, რადგან მანამდე მე-5 საუკუნის ძეგლია ეს, მანამდე არ არის დაცული, არ არის უпростоრად ნაპოვნი სხვა ტექსტები და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა მდიდარი არ იყო, რაღაც მიზეზების გამო დაკარგულია, არ არის მოღწეული ჩვენამდე და რამაც მოაღწია ეს გახლავთ მე-5 საუკუნის შუშანიკის წამება. იაკობ ხუცესი, იაკობ ცურტაველი არის ამ ნაწარმოების ავტორი, რომელიც თვითონ არის თვითმხილველი, მემატიანე, ჟამთა აღმწერელი და შუშანიკის უერთგულესი ადამიანი, რომელიც გვერდიდან არ მოშორებია მას. ძალიან მწირი ცნობები არის მის შესახებ და თვითონ ნაწარმოები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავიგოთ რომ ის გარდა იმისა, რომ იყო ერთგული ადამიანი და მრჩეველი შუშანიკისა და მისი გვერდით მდგომი, ამავე დროს იყო ბრწყინვალე ლიტერატორი, იყო ძალიან განათლებული, ჰქონდა საოცარი ენა, რომელიც სისადავით გამოირჩეოდა, მხატვრულობით გამოირჩეოდა, საოცარია მისი შედარებები ნაწარმოებში, საოცარია მისი გრადაცია, გამეორება, სხვადასხვა ლიტერატურული ხერხები, რომელიც ძალიან ლამაზად ხაზგასმით არის თითოეული პერსონაჟის დახასიათებისას თუ ამა თუ იმ მოვლენის აღწერისას გამოყენებული. მოდით ახლა მივყვეთ თანმიმდევრულად. ესე იგი, საქართველოს ისტორიული მდგომარეობა ამ დროს 475-482 წლებში არის ეს ნაწარმოები დაწერილი, სავარაუდოდ, რადგან 482 წელს მოაკვლევინა ვარსქენ პიტიახში ვახტანგ გორგასალის ბრძანებით დაისაჯა იგი და მოკლეს და ამის შესახებ არაფერი არ არის ნაწარმოებში ნათქვამი, ეს რომ ასე ყოფილიყო აუცილებლად ზედმიწევნით აღწერდა ამასაც იაკობ ხუცესი. ამიტომ ეს უნდა მომხდარიყო სწორედ ნაწარმოების დაწერის შემდეგ, როდესაც უკვე შუშანიკი გარდაიცვალა. პეროს მეფის მეფობა არის, ანუ პეროზი ვინ იყო ეხლა, ეს გახლდათ ირანის მეფე, იეზდიგერთ მეორის ვაჟი იყო პეროს მეფე და მისი მეფობიდან, მისი გამეფებიდან მერვე წელს ჩადის ვარსქენ პიტიახში მასთან მოკლედ შინაარსი რომ ვთქვათ და როგორი მდგომარეობა ამ დროს საქართველოში. საქართველო ძალიან ცუდ დღეში იყო ამ დროს, იგი განიცდიდა ირანელების ბატონობის ქვეშ და მონობის ქვეშ იმყოფებოდა, ბიზანტიის გავლენაც ამ დროს იყო ძალიან დიდი, ამას ემატებოდა ისიც, რომ სომხეთსაც ჰქონდა პრეტენზია და ომი ჰქონდა ქართლთან და
აი საპიტიახშოებად, ანუ ერისმთავრები იყვნენ და საერისთავოები იყო ხოლმე ადრე და სომხეთმა შემდგომ ეს ასე ვთქვათ საპიტიახშოებად დაყო და ერთ-ერთი მთავარი, ამ ქართლის მთავარი, ანუ პიტიახში შემორჩა ეს სომხური წოდება ამ სამთავროს, ქართლის სამთავროს გახდათ სწორედ ვარსქენ პიტიახში. ეხლა წერალი თვითონ იაკობ ხუცესი გვეუბნება, ვითარცა იგი ვთქუთ სიყრმისგან თვისით. ეს ნიშნავს იმას, როდესაც შუშანიკზე გვესაუბრება, რომ ნამდვილად ამ ნაწარმოებს ჰქონდა დასაწყისი, რადგან არც ერთი მწერალი ნაწარმოებს ასე არ დაიწყებს, ვითარცა იგი ვთქუთ სიყრმისგან თვისით, ანუ როგორც მანამდე ვთქვი, ასე ამბობს სიტყვასიტყვით ამას ნიშნავს, ეს ნიშნავს, რომ გარკვეული ნაწილი ბავშვობისა, სიყრმის წლებისა, სადაც შუშანიკის ბავშვობა იყო აღწერილი და სხვა დეტალებიც დაკარგულია და რაც არის ჩვენამდე მოღწეული, ასე აგრძელებს თხრობას და ეს ფრაზებია სწორედ მოცემული. მაგრამ ამ შემთხვევაში მე რაც მინდა თქვენ გითხრათ, არის აქ რამხელა უფლისმიერი კოდია ჩადებული თვითონ ნაწარმოებში. აგეოგრაფიულ ნაწარმოებებს ჰქონდა ერთი ძალიან დიდი თვისება, მნიშვნელობა. ანუ ეს მნიშვნელობა იყო ასული ღვთის უდიდეს სუბსტანციამდე. აკეთებდნენ ყველაფერს ისეთნაირად, რომ მომხდარიყო მიმსგავსება და დამსგავსება აგეოგრაფიული ლექსებისა, ისა უკაცრავად აგეოგრაფიული ნაწარმოებებისა უფალთან, უფლის ცხოვრებასთან, მის განვლილ პერიოდთან. ეხლა როგორ ხდებოდა ეს? აქ არის ვარდან მამიკონიანის ქალიშვილი არის შუშანიკი თვითონ და მასაც ერქვა სრული სახელი ვარდანი, სიყვარულით სახელი მისი შუშანიკ, ხოლო სრული სახელი მისი იყო ვარდანი. ეს ვარდანი ვარდიდან მომდინარეობს, ვარდი ეს გახლდათ ღვთისმშობლის სიმბოლო, რომელიც თვითონ დედოფლობას გამოხატავდა, იმიტომ რომ ვარდი ყვავილთა დედოფალია, აღიარებულია ესე და აი ამ ვარდში სწორედ დედოფლობის სიმბოლო იგულისხმებოდა და შუშანიკი ერქვა, ხო, კიდევ ესე იგი ვარდანის სრული სახელი და სიყვარულით შუშანიკ, ხო, შუშანიკი იგივე არის ასე ვთქვათ შროშანი, შროშანი არის თეთრი ფერის ყვავილი, რომელიც ასევე სიწმინდესთან ასოცირდებოდა და ესეც იყო ღვთისმშობელთან ასოცირებული. ეხლა რაც შეეხება თვითონ იმას ნაწარმოებში, შუშანიკს ქარიშხლიანი დღეები გადააქვს მას და ძალიან მწარე ცხოვრების ჭაპანის აწევა მოუწევს, რომ ჩვეულებრივი ცხოვრებიდან, დედოფლის ცხოვრებიდან წმინდანის გზაზე დადგეს და აქ ახლა რა ხდება? პეროს მეფე ქართული ვერსიით მიათხოვებს თავის შვილს, იმას რა ქვია, ვარსქენს, რომელიც განუდგება ადგილობრივ ხელისუფლებას და მას უნდა თავისი ძალაუფლება შემოიმტკიცოს და ისე რომ მას არავინ არ ეკითხება, არ სთხოვს ამას, მიდის ჩადის პეროს მეფესთან და ნებაყოფლობით ვასალობას, ანუ მსახურად დაუდგება, მსახურად როგორ ვასალად დაუდგება მას და ამასთან ერთად ეტყვის, რომ დათმობს ქრისტიანობას, რამაც ძალიან გაახარა პეროს მეფე და ერთგულების ნიშნად ცოლ-შვილსაც გამაასდეანებს და ამასთან ერთად კიდევ როდესაც ჩამოვიდოდა იგი საქართველოში, მას უკვე სრული უფლება ექნებოდა იმისა, რომ ყოფილიყო ღირსეული დამსახურებული ხელისუფალი, რომელიც პეროს მეფის გავლენით ისარგებლებდა. და ერთგულების ნიშნად მოსთხოვა თავისი შვილი. და ქართული ვერსიით
რედაქციით შვილს აძლევს ცოლად, ხოლო სხვა რედაქციით, არის სომხური რედაქციაც არსებობს, თავის ცოლის დას გაატანს მას ცოლად. ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა ჩვენთვის, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ როდესაც იგი შემოდის ქართლში, 3 დღე დგას ქართლის საზღვართან და ვერ შემოდის იგი, მას რაღაცა აკავებს, მან იცის შუშანიკის ფეთქებადი ხასიათი, იცის რომ შუშანიკი არის თავიდან ბოლომდე სულით ხორცამდე ღვთისმოსავი ადამიანი და იგი ვერცერთ შემთხვევაში ვერ აპატიებს ვარსქენს აი ამ სულიერებიდან განდგომას, რადგან მისი წინაპრებიც იყვნენ ის პიროვნებები, რომლებიც ღვთისმოსაობას ეწეოდნენ საქართველოში და ძალიან ბევრი ეკლესია მონასტერი ჰქონდათ მათ აშენებული და ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლაში დიდი მონაწილეობა ჰქონდა მიღებული, როგორც არშუშა პიტიახს, ვარსქენის მამას, ასევე ვარდან მამიკონიანს და მეგობრობდნენ ისინი, ვარდან მამიკონიანი გახლდათ შუშანიკის მამა და აი აქედან გამომდინარე იგი დგას საზღვარზე და ვერ შემოდის და სამაგიეროდ აგზავნის სადესპანო ცხენს და ცხენზე ამხედრებულ ელჩს, რითაც ანიშნებს დიპლომატიურად შუშანიკს, რომ ეს გააკეთა მან პოლიტიკური მიზნით და არა მიზანმიმართულად თავისი ვიწრო მერკანტილური, ასე ვთქვათ, აზრების და ანგარების გამო. ესე იგი, მას უნდა რომ როგორც ადრე ხვდებოდნენ ძველებურად ისე დახვდეს მას შუშანიკი და ისე დახვდეს მთელი სასახლის კარი. თუმცა, როდესაც შუშანიკი იგებს, მის გარდაცვალებას ეძახის, როდესაც იგი გაიგებს მსახურისგან, რომ მან უარყო ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარა ატროშანი და შეერთო იგი უღმრთოთა. ანუ მასდიანობა აღიარა, ძირძველი ტრადიცია დაგმო, ქრისტიანობას უარი უთხრა და აი ამის გამო ის უკვე მკვდარია, ანუ გარდაცვლილია შუშანიკისთვის. და მას დანახვაც არ უნდა მისი და აი ამ ხაზს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჰაგიოგრაფიაში და ხელებაპყრობილი ლოცვა, ხელებაპყრობილი ლოცულობს, აი ერთგვარი მისტერიული ლოცვა იყო, სამკუთხედს ქმნიდა ხოლმე, ეს იყო მამაძე და სულიწმინდა, ეს ხელებაპყრობილი ადამიანი და ფრესკულ იკონოგრაფიაშიც, ანუ ფრესკებზეც გამოხატულია წმინდანების ხელებაპყრობილი ლოცვის სურათებით, ქართულ ხალხურ ცეკვებშიც ეს რამიშვილისა და სუხიშვილის მიერ დადგმული სამაიაც ეს აი აქაც კი ეს ხელების სამკუთხედისებური ესე ხელაპყრობილი ეს ცეკვა სამაიასი მამაძე და სულიწმინდა აი ესე და ასევე როგორც ქალთა სახეებშიც მოაზრებული სულიწმინდის მადლით ხელაპყრობილი ლოცვა არის განსახიერებული, როგორც ფრესკებში იყო ეს ადრინდელ ფრესკებში და იკონოგრაფიაში და ამას ჰაგიოგრაფიაშიც განსაკუთრებული ხაზი ჰქონდა გავლებული და დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. შემდგომ თვითონ ფრესკების დახასიათება, ანუ ესე იგი, როდესაც ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები იქმნებოდა და ფრესკები შეიქმნებოდა ხოლმე, რომელიც ტაძარზეც გამოისახებოდა ან ლიტერატურ, ან თვითონ აი ამ პერსონაჟთა დახასიათება ხდებოდა, ნახატის შექმნა ხდებოდა, არაპირდაპირი მნიშვნელობით იხატებოდა შემდეგ, ანუ ხოლო შემდგომ არაპირდაპირი მნიშვნელობა რას ნიშნავს? აი, როგორც მითოში და ლეგენდებში რო იყო, ვთქვათ, ამირანს ჰქონდა საცრისოდენა თვალები და ასე შემდეგ, ჰქონდა ისა იგი იყო უზარმაზარი და ეს, ანუ ძირითადად აი ასეთ ნიშნებს ექცეოდა ყურადღება, მაგრამ
მაგრამ შემდგომ უკვე სულიერება წამოვიდა წინა პლანზე და სულიერი ნიშანი გამოდიოდა ამ იკონოგრაფიაში პირველ ადგილზე, რომ სულიერი ღირსება იყო ჩადებული ამ ფრესკებში და დიდი დატვირთვა ჰქონდა და რა თქმა უნდა აგეოგრაფიულ ლიტერატურაშიც. ეხლა რატომ ვამბობ ამას და რატომ გავაკეთე ამხელა ექსკურსი? სულის დახასიათება შემოდის აგეოგრაფიაში, როგორც უკვე ვთქვი. და ამ სულის დახასიათებიდან გამომდინარე, ნახეთ რა ხდება, ჩვენ 3 ზედიზედ მიჯრით მიწყობილი სურათი დაგვიხატა მშვენივრად იაკობ ხუცესმა. რა არის ახლა ეს სურათი? პირველი, ნახეთ, როდესაც მსახური ეუბნება, რომ მისმა მეუღლემ უვარყო ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარა ატროშანი, რეაქცია შუშანიკის პირველი რა არის? დავარდა იგი ქვეყანასა ზედა თავსა დამარცხემდა და ცრემლითა ცხარითა იტყოდა. ეს გახლავთ ჩვეულებრივი ქალი, ყველა თავისი ემოციით, ქალური ბუნებით, იმ სისუსტეებით, როდესაც იგი დაეცემა ამ ტკივილის გაგების შემდგომ და მასში ჩვეულებრივი ქალური ბუნება იღვიძებს და არა დედოფალი. ეს პირველი სურათი. მეორე ამ ჩვეულებრივი ქალიდან იგი უცებ გააცნობიერებს თუ გადახარშავს მაშინვე, რომ მას სჭირდება სწორედ ახლა ამ წუთს ყველაზე კარგად, ყველაზე თავაწეულად, ყველაზე ღირსეულად დადგომა და აი ამ დაცემიდან იგი დგება, ისევ ზვიადი დედოფალი ხდება, ანუ ამაყი დედოფალი და შემდგომ უკვე ხდება მისი აღდგომა, ანუ აღდგომა ითვალისწინებს, აი მესამე ეპიზოდია, როდესაც მან დაუტევა მაშინვე თავისი სასახლე და მოკიდა შვილებს ხელი, წარიყვანა თანა 3, იგი ძენი და 1 ასული და მცირე სენაკში სასახლის მახლობლად დაიდო ბინა და წაიღო თან წმინდანი წიგნები, ევანგელე და სხვა საეკლესიო წიგნები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე და დამადასტურებელია იმისა, რომ მე-5 საუკუნეში უკვე საკმაოდ ყოფილა გავრცელებული კი არა ქრისტიანობა და კულტურული ცენტრები და ეს ქრისტიანული წიგნები, ბიბლია იყო, ესახარება იყო, ევანგელე იყო, უკვე ღირსეული ადგილი ჰქონდა დამკვიდრებული არა მარტო სასახლის კარზე, არამედ რა თქმა უნდა ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს, ანუ მე-5 საუკუნე, ეს არის უკვე ის დრო, როდესაც ქრისტიანული სარწმუნოება არის ჩადუღაბებული, ძალიან ძლიერი, ძალიან ამაყი და აი ამ საფუძველის და საძირკვლის შერყევა არაფრით არ შეიძლებოდა. და აი მიდის აი 3 სურათი, როგორც უკვე გითხარით, ეს ჩვეულებრივი ქალი, შემდგომ ისევ ამაყი დედოფალი და აღმდგარი დედოფალი, რომელმაც ყველაფერი დატოვა და თავიდან დაიბადა, თავიდან იშვა, თავიდან აღდგა, თავის რწმენაში, თავის გადაწყვეტილებაში, რომ პირველ რიგში უნდა აღდგომოდა წინ იმ უკეთურებას, რასაც ვარსქენის მიერ ჩადენილი საქციელი ერქვა. და აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის, რომ აქ ჩამოვაყალიბეთ ეზისებად, რომ თან ვისაუბრო მარტივად, ასე ვთქვათ, და როდესაც ესე იგი, ნახეთ ახლა რა ხდება ამ დროს, როდესაც პიტიახში გადადის უკვე მასდიანობაზე, 10 მაგად და 100 მაგად სჭირდებოდა შუშანიკს ძალიან მყარი პოზიციის შენარჩუნება, რადგან იგი იყო ერისა და სახელმწიფოს მესაჭე იმის შემდეგ, ვარსქენის შემდეგ და
პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანი, რომელიც საკუთარ ამბიციებს ყველაზე წინ აყენებდა ვარსქენს უგულისხმობ, უნდა დაპირისპირებოდა მას ყველა შემთხვევაში შუშანიკი და ეჩვენებინა ხალხისთვის, დანარჩენი ერისთვის, რომლის პატრონატაც ითვლებოდნენ, რომ თუ მისმა მეუღლემ უარი თქვა ამ ყველაფერზე, სამაგიეროდ ის იყო დედა-დედოფალი, ის იყო ქალი, ის იყო ყველას მშობელი და ის იყო წინამძღოლი თავისი ერისა და იგი უკეთურებას დაუპირისპირდა, თუნდაც ის საკუთარი მეუღლე ყოფილიყო და ჩვენ ვიცით, რომ მე-5 საუკუნის საქართველოში ძალიან დიდი უუფლებო მდგომარეობა ეკავა ქალს სასახლის კარზე და ეს პურობის სცენაც არის, ვახშმობის სცენაც არის. აქ სპეციალურად შეტანილი, რომ რაც კიდევ ერთხელ გვიდასტურებს ამას, ოდეს ყოფილარს აქამდე, რომ მამათა და დედათა ერთად ეჭამოთ პურია ეს სცენა, როდესაც ვარსქენი მიზეს ეძებდა და ძალიან დიდ შეურაცხყოფას მიაყენებს შუშანიკს და არა მარტო შეურაცხყოფას, მას საშინლად სცემს. აი ახლა აქ მიდის მსჯელობა, დიალოგი და ეს არის სოფისტური მსჯელობა. სოფისტური მსჯელობა ძირითადად არის კამათის ხელოვნებაზე აგებული და აქ თუმცა ღიად არ კამათობენ იაკობ ცურტაველი, ანუ იაკობ ხუცესი და შუშანიკ დედოფალი, მაგრამ თითქოს რაღაც უარყოფითი შტრიხი იკვეთება იაკობ ხუცესისა იმ თვალსაზრისით, რომ იგი პირდაპირ თითქოს ჯიქურ მიდის შეტევაზე ბრჭყალებში, მაგრამ მაინც ასე გამოდის და პირდაპირ ეუბნება შუშანიკს, როდესაც უკვე ასე გადაწყვეტილებას იღებს, რომ თუ მტკიცედ დგას ამ გადაწყვეტილებაზე, რადგან ქრისტიანობა აუცილებლად საჭიროებს ღირსეულ დაცვას და ამ ნაბიჯისთვის თუ არის იგი მზად, რადგან მან მისი შრომის შესახებ წიგნი უნდა დაწეროს. ნახეთ, ერთგვარად თითქოს სადღაცა ჩიხშიც კი იმწყდებს, უკან დასატოვებელ მოსაბრუნებელ გზას არ უტოვებს, რადგან ის უნდა გახდეს უკვე ერის მესაჭე და მან უნდა მისცეს მაგალითი, რომ ეს ხალხი გაყვეს მას ბოლომდე და ისინი არ დაიბნენ და არ გაიბნენ ასე აშლელი ცხვარივით და არ უნდა ირყეოდნენ ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა, რადგან როდესაც ხელისუფალი ამისთან, ანუ ერის მთავარი ამ შემთხვევაში ვარსქენ-პეტი გულისხმობს აკეთებს ამგვარ აქციას ჩვეულებრივი მოკვდავისთვის, მაშინ ეს მაზდიანობის მიღება არაფერი არ იქნებოდა, ისიც გადავიდოდა, ხა თუ კი მას შეეძლო, რატომ არ შეეძლო ჩვეულებრივ მსახურს და მოკვდავს, მაგრამ აქ პოლიტიკური იდეოლოგია იყო წინაპლანზე წამოწეული და აი ამას უხდება ძალიან კარგად, ხდება საით მიყავს საუბარი იაკობ ხუცეს და შუშანიკი თითქოს საყვედურით ეტყვის, რომ ჩემ საკუთარ ჭირთან ყველა მარტო დამტოვა, თუმცა მაშინვე ამხნევებს იაკობ ხუცესი, რომ იგი არ არის მარტო, მასთან არის აბსოლუტურად ყველა, აქ არიან დანარჩენი საეკლესიო პირებიც, აქ არის აფოციც, არიან დიაკვნები, სამუელ ეპისკოპოსიც და რომლებიც შუშანიკის დამხმარეები გვერდით მდგომნი არიან და ისინი ძალზე განიცდიან ვარსქენ ის ამ უკეთურს აქციელს, რადგან ისინი ხელს კი არ იშვენენ ვარსქენისკენ, ეს უღმერთო როგორ გააკეთა და ასე შემდგომ საკუთარ დანაშაულად მიიჩნევენ მის განდგომას, რადგან ისე ღირსეულად ვერ აღზარდეს და სულიერების ფესვები ისე ღრმათ არ განავითარეს მის სულსა და გულში, საკუთარ დანაშაულად უთვლიან თავებს,
ვარსკენის ამგვარ საქციელს, რადგან თითოეული ცხვარი და თითოეული ადამიანი, ცხვარში ადამიანს გულისხმობ, ღვთისმოსავ ადამიანს ძალიან დასაფასებელი და მოსაფრთხილებელი იყო უფლისთვის და ერთის დაკარგვაც კი ძალიან დიდ ტკივილს უდრიდა ქრისტიანობისათვის და მით უმეტეს ასეთი ფიგურისა, ასეთი პიროვნებისა, რომელსაც გამორჩეული ადგილი ეკავა ვახტანგ მეფის მოღვაწეობის დროს სასახლის კარზე და იყო საპიტიახშოს მმართველი და ქართლის ერისმთავარი. ეხლა ჩვენ აი აქ გვყავს კიდევ ერთი სპარსი, რომელიც მოხვება სპარსეთიდან უკვე და სულთან დახვება მას ვარსკენ პიტიახს და რა ხდება ეხლა ამ დროს? კი, ერთგულება შეჰფიცა პეროს მეფეს, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, მოღალატეები არავის არ უყვარდა და დღესაც ასე არავის არ უყვარს და მოღალატეებს, რომლებიც ნებაყოფლობით ყიდნენ სულსაც და ხორცსაც, იყო ეგრეთ წოდებული თავიდანვე სტოვრებს ეძახდნენ ხოლმე, ასე ვთქვათ, აგენტურული ქსელი, ანუ ვიღაც სპარსი, ეს გახდათ სწორედ პეროს მეფის მიერ გამოგზავნილი მსტოვარი, რომელიც ჩუმად უთვალთვალებდა, ჩუმადაც და ცხადათაც იქ არსებულ სიტუაციას, თუ ეს ყველაფერი მართლა ჩაიდინა, ასე ვთქვათ, ვარსკენმა, თუ რაღაც კიდევ ქვეტექსტები იმალებოდა, რა მოხდებოდა სასახლის კარზე, გულწრფელი იყო თუ არა პეროს მეფესთან თავისი განზრახვით ვარსკენი, აბარას მოიმოქმედებდა და ყველაფერი ეს მიდიოდა სპარსეთის კარზე, თუ რა ხდებოდა ქართლის ერთ-ერთ, ასე ვთქვათ, ოჯახში, ამ შემთხვევაში შუშანიკისა და ვარსკენის ოჯახში. ახლა რა გზები გაიარა დედოფლობიდან წმინდანობისაკენ და რატომ ვამბობ, რომ აი აქ აგიოგრაფიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმას, რომ ტექსტს ისეთნაირად აგებდნენ, რომ იგი ყოველთვის მიმსგავსებული ყოფილიყო უფლის ცხოვრებასთან. ეხლა რა არის აი ეს მიმსგავსებული და რითი ემსგავსება ეს ნაწარმოები? ჩვენ ვიცით აღთქმიდან, ანუ ბიბლიიდან ვიცით, რომ იესომ იცოდა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და ამბობდა, ესე იგი, აი ამ განსაცდელის შესახებ იცოდა, რაც დაემართებოდა, ხო, როდესაც გეციმანის ბაღში არის, შეკრებილი 12 მოწაფესთან ერთად და იცის, რომ ვინ გასცემს მას. შუშანიკმაც იცის, რომ აი ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც განუდგა საკუთარ ქმარს, მას კარგი არაფერი არ დაემართება და მასაც განსაცდელი უნდა ეწვიოს და ბევრი დათმენა მოუწევს. იესომ ჯვარცმის წინ სულიერი მარტოობა იგრძნო. შუშანიკიც როდესაც მიდის სასახლიდან და მას მიახლება, როგორც უკვე გითხარით, იაკობ ხუცესი და მოიმწყდებს ერთგვარად ჩიხში, მეთქი რომ შენი შრომა უნდა აღწერო და მტკიცეთ თუ დგახარ შენს გადაწყვეტილებაზე, ეუბნება იგი. ის აი აქ ამ მომენტში სწორედ მარტოსულად იგრძნობს თავს, ისევე როგორც იესომ იგრძნო მარტოსულად თავი და ამბობს ასეთ სიტყვებს, ჩემ და მარტოისა არიან ესენი საქმენი. ანუ სულიერ მარტოობას გულისხმობს იგი. ეხლა მესამე რა არის? როდესაც შეიპყრეს იესო ქრისტე, მას 300 არგანი ჰკრეს, ანუ ჯოხი დაარტყეს. შუშანიკსაც, როდესაც აწამებს
რა ქვია, ვარსქენ პიტიახში ბრძანებს განრისხებული, რომ 300 მატრახი დაჰკრან მას. როდესაც იჭერენ პარალელებს ვავლებ, ანუ როგორ ძალიან გავს და ემსგავსება იესოს ცხოვრებას, ეს აგეოგრაფიული ნაწარმოები შუშანიკის წამება. როდესაც დაიჭერენ იესოს და უნდათ რომ ესე იგი დაეხმარონ, სიმონ პეტრეს ცდილობს ხომ მის დახმარებას, დანარჩენები ცდილობენ მის დახმარებას, თუმცა ვერ მიდიან, ახლოს ვერ ეკარებიან, იმის შიშით რომ ისინიც არ დაისაჯონ. სწორედ ესე შუშანიკის დაცვას ცდილობს დიაკვანი, რომელიც ვერაფერს ვერ ეუბნება, მხოლოდ ერთადერთი სიტყვის თქმას ახერხებს და იმასაც ვერ ასრულებს ბოლომდე, როდესაც თრევით გამოიყვანს აღსების ორშაბათს, ასე ვთქვათ, თრევით გამოიყვანს ვარსქენი და ძეძვზე და ეკალზე მოათრევს დედოფალს. აი აქ ამ დროს დიაკვანი ეუბნება მტკიცეთ დგა, ანუ უნდა ეთქვა მტკიცეთ იდექი, ნუ შეგეშინდება და როდესაც ვარსქენის გაგიჟებულ მზერას დაინახავს, ერთადერთი სიტყვის თქმას მოახერხებს და კი აი ამას მოახერხებს და ბოლომდე ვერც დაამთავრებს, ანუ როგორც აი იესოს ვერ ეკარებიან და დახმარება უნდათ, სწორედ ასე ვერ მიდის ვერავინ, ხალხი შორი ახლოს მიყვება დედოფალს და თავში იცემს და დიაკვანი ვერ ახერხებს სიტყვის დასრულებას, შიშით შეიმალება ვარსქენის მზერას რომ წააწყდება. ეხლა მეხუთე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელითაც გავს ეს ნაწარმოები იესოს ცხოვრებას, იესო ქრისტე, როდესაც გამოიყვანეს, მას წითელი მოსასხამი, იმპერატორების, ანუ მეფეების მოსასხამი მოახურეს დაცინვის მიზნით, რომ მასხრათ აეგდოთ და ეკლის გვირგვინი დაადგეს თავზე. და თან დასცინოდნენ მას აი ამ მეფობის შესახებ, როცა მან განუცხადა, რომ იგი იყო მამის, თავისი მამა იყო ღმერთი და ეს რა თქმა უნდა ვერ გაიგეს და არ გაიგეს, მეფობა დასწამეს მას და აი სწორედ ასე ხდება აქაც, როდესაც მოჰყავს ვარსქენს, ასე ვთქვათ, თმა გაშლილი და თავსაბურავის გარეშე ვითარცა ერთი ვინმე შეურაცხთაგანი და ვერ ვინ იკადრა თავსამისა დაბურვად, ანუ თმა გარდატევებული და ვითარცა ერთი ვინმე შეურაცხთაგანი, ანუ თავსაბურავის გარეშე, რომელიც ძალიან დიდ სირცხვილად ითვლებოდა და მოჰყავს და მოათრევს სწორედ მას ეკვლის გვირგვინი და ხურეს იესოს და ეს ამას მოათრევს ვარსქენი შუშანიკს ეკალზე და ბარძზე, ძეძვზე და დაეფლითა სწორედ ასე ხორცი, როგორც იესოს დაუფლითეს, ასე ვთქვათ, ხორცი და თან ეკლიანი გვირგვინი თავზე დაადგეს და მასაც ემოსა სწორედ ეს ძვირფასი მოსასხამი, პალიკარპის მოსასხამი, წითელი მოსასხამი, რომელიც აი ამ დედოფლობაზე მიუთითებდა და მის ქვეშ ჩუმად ატარებდა ძაძას და ეკალზე მოათრევენ, მოჰყავთ და აქ არის კიდევ ძალიან დიდი პარალელი. დასცინიან ჯვარცმის წინ იესოს ავაზაკები, ანუ მიჩენილი, ასე რომელი ჯარისკაცები, რომლებიც მასხრათ იგდებენ, თუ უფალი ხარ, თავი გადაირჩინე. სწორედ ასე დასცინის ვარსქენიც თავის მეუღლეს, როდესაც მოჰყავს, აჰა, შენ გიშველოს შენმა უფალმა, ასე ეუბნება. ასევე წამების წინ იესო ქრისტე ამბობს, რომ წამების დღესვე ამაღლდება იგი და შუშანიკიც ამბობს, როდესაც ამდგვარ ტანჯვას მიაყენებენ, რომ აქა ვიტანჯო მე
და მუნ განვისვენო, ანუ აქ თუ დავიტანჯები, მუნ, ანუ იქ საიქიოს განვისვენებ. ანუ აქაც ძალიან დიდი პარალელი არის იქ იესოს, ასე ვთქვათ, სიკვდილსა და აღდგომაზე და აქ იგივე იმეორებს თავისი უკაცრავად ტანჯვის შემდეგ შუშანიკი, რომ თუ აქა ვიტანჯო მე, მუნ განვისვენო. ანუ იქ იქნება საიქიოში მოსვენებული. წამების წინ იესო ლოცულობს ხალხზე, რომლებიც მას აწამებენ და ამბობს, რომ ღმერთო შეუნდე არ იციან თუ რასა იქმან. შუშანიკიც ამბობს ასეთ სიტყვებს, ნუ სტირთ, როდესაც ხალხი მიყვება მას, ნუ სტირთ ზმანო ჩემნო და დანო ჩემნო, არამედ ლოცვათა მომიხსენიეთ. ახლა შემდეგი იესოს საფლავზე დიდი ლოდი მიაგორეს და დალუქეს, ანუ დაბეჭდეს და იესოს გვამი დადეს ქვაზე. აქაც ნახეთ რა ხდება, თითქოს ღრმა დილეგში, ბნელ დილეგში აგდებს ვარსქენი შუშანიკს, თითქოს მასაცო ისა ღია საფლავში აგდებს ასეთნაირად, როგორც იესოს მოექცნენ და ყველაზე ღრმა დილეგში ჩრდილოეთ მხარეს და ქედზე, ასე ვთქვათ, როგორც საფლავის ქვის დადების ტოლფასია, ისეთ ღრმა უსარკმელო იმაში გამოამწყვდია და ცოცხლად დამარხა ფაქტიურად საკუთარი ცოლი. იესოს საფლავი დაბეჭდეს, ანუ დალუქეს, დაბეჭდეს, ზუსტად ასე ექცევა ვარსქენი, როდესაც მას ქედზეც დაადებს, ასე ვთქვათ, დაბეჭდავს საკუთარი ხელით, ანუ ქედზე დაადებს ბორკილებს, ქედზე ნიშნავს კისერზე დაადებს ბორკილებს, ნუ ხელფეხზეც ქონდა და კისერზეც და დაბეჭდა საკუთარი ხელით, ანუ თვითონვე ჩაკეტა კლიტით ეს ბორკილები და შეინახა და აი აქაც აი როგორც იესოს საფლავი დაბეჭდეს, ისა დილეგში საფლავი დაბეჭდეს, სწორედ აქაც იგივე ხდება, რომ საკუთარი ხელით, ანუ ღია საფლავში ჩაგდო ფაქტიურად ცოცხლად დამარხა, გაწირათ საკუთარი ცოლი, იმის გამო, რომ მისი ინტერესები არ დაიცვა და განუდგა მას და იესო აღდგა მკვდრეთით, ხო, მერე როგორც ვიცით და აი სულიერი აღდგომის ტოლფასია შუშანიკის წამებაშიც და გათანაბრებულია იმაზე, რომ აი სულიერი ქნარი, როდესაც ამბობს უფალი და მას კურნების ნიჭი რომ მიანიჭეს და აი ამდენი სულიერება, რომელიც ზეგარდმო მადლით იყო უფლიდან და ზეციდან წამოსული და ამდენი წამების და ამდენი წვალების შემდეგ, როგორც სულიერი ქნარი, როგორც ყტემამოსილება, როგორც სულიერი ჩანგი, აი ასე იყო იგი უფლისთვისაც და ხალხისთვისაც და ამასთანავე ამ დიდი მადლის ფასად, ისევე როგორც იესოს ჰქონდა მინიჭებული ხალხის კურნების საშუალება ეძლეოდა მამისგან და მამისგან იყო ამითი ხელდასმული, აი ასე უფლისგან მიეცა სწორედ იმის უფლება, რომ განეკურნა მასაც თავისი ხელის დადებით და უამრავი ხალხი მიდიოდა შუშანიკთანაც და იგი ლოცავდა, აკურთხევდა, ეს აკურთხევას აძლევდა მათ და ძალიან დიდ სასწაულს აღავლენდა მათ თავზე. აი ეს დიდი პარალელები და მინდა ვთქვა კიდევ ერთი რამ. აქ არის 4 სტიქია გამოყენებული ჩვეულებრივ და კიდევ ერთხელ გვიდასტურებს ეს ნაწარმოები იმას, რომ ძალიან დიდი იყო იაკობ ხუცეს და ვინმე ერთი ხელწამოსაგრავი პიროვნება არ იყო, იგი იყო ღრმად განსწავლული პიროვნება არა მარტო ლიტერატურაში, არამედ ღვთისმეტყველებაშიც და არა მარტო ღვთისმეტყველებაშიც. ნახეთ ეს 4 ელემენტი, რას
საოცრად შემოყავს ცეცხლი, მიწა, წყალი, ჰაერი თავის ნაწარმოებში შუშანიკის წამებაში ჩვენ ვიცით რომ სიცოცხლეს ეს 4 ელემენტი აძლევს ჰარმონიას, ანუ ჰარმონიული სიცოცხლის არსი იქმნება ამ ელემენტების ერთმანეთთან შეხამებით და შეჯერებით და როდესაც ან ერთია მეტი, ან მეორეა ნაკლები, ხომ, ეს ჰარმონია ირღვევა. ეხლა რა ხდება ტემპერატურა ეს თვითონ ცეცხლია, ანუ ჰაერის ტემპერატურა, ეს თვითონ ცეცხლის ენერგეტიკაა, სხეულში, ანუ უფლის სხეული, ეს არის მიწა იგივე, როდესაც ვამბობთ ხოლმე მიწა ხარ და მიწად იქეც, აი ამას ნიშნავს, წყალი არის სისხლი, ანუ უფლის სისხლი და ჰაერი, ანუ სული, ანუ როცა ვეძახით ჩვენ სული ამოუვიდა, ანუ ჰაერი, ანუ ჰაერს ჩავისუნთქავთ და ჩვენი სულით ხდება, ხო, ჰაერის ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა, ანუ სამშვინველი ჩვენი. და ის შუშანიკის სიკვდილი სწორედ აი აქ არის ისეთნაირად შეუდარებლად არის აი წარმოჩენილი როგორ ეტევა მთლიანი მაკროკოსმოსი, ანუ ღვთიური განგებულება ამ 4 ელემენტის შეზავებით და ჰარმონიით ამ მიკროკოსმოსში, ანუ აი ამ დედოფლის, ანუ ადამიანის სხეულში და თვითონ ამ ნაწარმოებში ნახეთ როგორ არის ნაჩვენები, როდესაც ლაპარაკი არის, ანუ დახასიათება არის იმ ლანდშაფტისა, ბუნებისა, იმ ჰაერისა, სადაც გადაასახლა, ანუ სადაც იმყოფებოდა შუშანიკი ამ 7 წლის განმავლობაში. საშინელი სურათია დახატული ეს 4 ელემენტი ისეთნაირად, რომელიც აი თითქოს წინასწარ მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის უბედურების მომტანი და შუშანიკი იქიდან ნამდვილად ვეღარ გამოვა ცოცხალი და თქვა ეს კიდეც, როდესაც უკვე შეყავდა მის ქმარს ციხეში და მოყავდა ესე იგი წამებითა და თრევით, ნუსტირ ძმანო ჩემნო და დანო ჩემნო, არამედ ილოცე ჩემთვის, რამე თუ არ ღარა მიხილოთ ცოცხალი გამოსრული ციხით. და მართლაც ასე მოხდა 7 წლის განმავლობაში იგი წმინდანად იქცა აი ამ საშინელი ტანჯვა წამების ფონზე და ქარნი ხორშაკნი და მავნებელნი წყლითა დანსივებულნი და დამღიერებულნი. აი აქ ეს 4 ელემენტის ჩვენება ბუნების სურათის აღწერის დროს ისეთნაირად არის ჩასმული, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილი კი არ არის, გვაჩვენებს თუ აი ეს ჰარმონია 4 ელემენტისა ამ შემთხვევაში იმდენად მძაფრია, უარყოფითად არის ასახული ბუნების სურათის დახასიათების დროს ნაწარმოებში, რომ წინასწარ გვამცნობს და გვამზადებს უბედურებისათვის, იმ დიდი უბედურებისათვის, რომელსაც მარტვილი დედოფლის აღსასრული ერქვა და მართლაც იგი გარდაიცვალა აი ამ წამების მე-7 წელს გარდაიცვალა იგი და ამ გარდაცვალების შემდგომ იგი 17 ოქტომბერს გარდაიცვალა 475 წელს და ამიტომ ვარაუდობენ, რომ 475-482 წლებში უნდა იყოს სწორედ ეს ნაწარმოები შექმნილი. ეხლა აქ არის ერთი საინტერესო ეპიზოდიც და თავს აღარ შეგაწყენთ, დავამთავრებ. ეს ჯოჯიკი არის ვარსქენის ძმა და თავის სამოსახლოსთან ერთად, ოჯახთან ერთად იგი სიკვდილის წინ მიდის შუშანიკთან კურთხევის მისაღებად, ანუ დალოცვის მისაღებად. ეხლა შედის ეზოში, ეზოები, ანუ სათათბიროებიცაც ეძახდნენ, ეზოში ეს სათათბირო იყო ხოლმე მოწყობილი, რომელიც 50 კაცს იტევდა, პალატა, ეს თვითონ პალატა გასავლელი, ეს სახელისუფლებო პალატა, ანუ დერეფანი და ეს პალატა, რომელიც იყო იმისი
სასახლის 10 კაცს იტევდა, აი ამასაც აქვს რიცხობრივად ძალიან დიდი მნიშვნელობა, ეს 50, ანუ 50, რატომ ნახეთ ესეც როგორ არის, აი ნუმეროლოგიური ციფრებიც როგორ არის დაცული აქ, ხო? 10 თვითონ ეს არის 10 მცნება, უფლის 10 მცნება, 10 მცნებაზეა ლაპარაკი, 50 არის რომ ქრისტეს აღდგომიდან 50-მე დღეს სულიწმინდის მადლი გადმოვიდა მის მოწაფეებზე და ძალიან ბევრი სასწაულების აღვლენა დაიწყეს და ქადაგება დაიწყეს მათ და აი ჯოჯიკი მიდის მთელი თავისი სამოსახლოთი რომ იგი მოიაზრება უკვე მემკვიდრედ. რატომ მოიაზრება ახლა იგი მემკვიდრედ? ვარსქენმა უღალატა თავის სარწმუნოებას, შუშანიკი წამებულია, უნდა გარდაიცვალოს და ყველა მიცის რომ მისი დღეები დათვლილია და სახელმწიფო უპატრონოდ რომ არ დარჩეს, ეს ნიშნავს იმას, რომ მემკვიდრედ, ანუ სახელმწიფო საქმეების ანუ ერისმთავარი უნდა გამხდარიყო ჯოჯიკი ყველა კანონის თანახმად. შუშანიკმა ეს მწარე მისიაც, ეს როგორი ტკივილიანია, ხო, 3 ვაჟი ყავდა და 1 ასული ყავდა და ნებაყოფლობით თქვა უარი თავის 4-ვე შვილზე, უკაცრავად, როდესაც ვარსქენმა მათაც მიაღებინა მასდიანობა. ჯერ ამხელა ტვირთი და ამხელა მსხვერპლის გაღებაა, რომ საკუთარმა დედამ, რომელსაც სიცოცხლეზე მეტად უყვარს შვილები, უარი თქვა მათ მიღებაზე. ის ბავშვები არაფერ შუაში არ იყვნენ, მათ ხომ თვითონ არ უნდოდათ, ისინი არ იყვნენ სრულწლოვანები, იყვნენ არასრულწლოვანები, ხო? და ერთ-ერთი შვილი უნდა ყოფილიყო, ხო, მემკვიდრე, მაგრამ არა, ისინი როგორც არასრულწლოვნები, ასე ვთქვათ, განზე არიან გამდგარნი, თან ამას ემატება ისიც, რომ გამაზდიანებულები არიან და უკვე ქრისტიანულ სამყაროში და ქრისტიანულ კულტურაში მათ ან დედოფლობაზე, ან მემკვიდრეობაზე, ან ერისმთავრობაზე ლაპარაკი ზედმეტია და ასეც და ისეთ ჯოჯიკი ითვლება მემკვიდრედ, ვარსქენის მასზე ვსაუბრობ და აი ეს მწარე მისიაც უნდა იტვირთოს დედოფალმა, რომ მასთან დასალოცად, ანუ აი ამ კურთხევის მისაღებად და აი ამ დიდი ასე ვთქვათ მისიის შესასრულებლად უნდა დალოცოს ისინი, რომ ავიდეს მის შემდგომ ერისმთავრის, მის გარდაცვალების შემდეგ ერისმთავრის ტახტზე. და ამასაც შუშანიკი ძალიან ღირსეულად ასრულებს, ესეც მისთვის იყო ერთგვარი უფლის გამოცდა იმ გოლგოთის გზაზე, რომელიც აიარა და გაიარა. აი ეს პარალელები არის დაცული და ზედმიწევნით ძალიან კარგად ნაჩვენები შუშანიკის წამებაში და ეს არ არის ასე მარტივად წასაკითხი და დასაზეპირებელი ნაწარმოები, სულ სხვანაირი ხედვა აქვს ხედვით უნდა მივუდგეთ ნაწარმოებს და არა ისე როგორც შუშანიკი იყო მორწმუნე და წმინდანი და ასე შემდეგ. არა, ძალიან ბევრი ნიუანსი ამ ნაწარმოებში გასათვალისწინებელი და მე ეს ნიუანსები და პარალელები ძალიან ღიად ცალსახად და ძალიან გასაგებად წარმოვაჩინე და აგეოგრაფიული ნაწარმოები ყოველთვის ცდილობდა აი ასეთი პარალელები, ლიტერატურული პარალელები გაევლო ხოლმე და გაეკეთებინა იესოს ცხოვრებასთან, სწორედ იმ ნაბიჯებთან, რა ნაბიჯებიც და ცხოვრებისეული გზებიც გაიარა იესომ, აი სწორედ აი ესეთი ნაბიჯები გაატარა იაკობ ხუცესმაც თავის ნაწარმოებში შუშანიკს, თუმცა ეს ყველაფერი რეალურია და ნამდვილად მოხდა, მაგრამ
აი ეს თითოეული თანმიმდევრობა ისეთნაირად აღნუსხა და დაწერა, რომ პარალელები ზედმიწევნით იესოს ცხოვრებასა და შუშანიკის განვლილ ცხოვრებას შორის ზედმიწევნით სრულყოფილად ჯდება და ერთმანეთს ემსგავსება. აი ამის თქმა მინდოდა. ხალხო, გილოცავთ, იცით რას გილოცავთ, დღეს არის ისეთი დღე, რომ მე ვთქვი, რომ წასული გმირების და აი ამ გარდაცვლილი გმირების ხსოვნა ყოფილიყოს, მოგონება ყოფილიყოს, ყოველთვის გაგვეხსენებინოს და გილოცავთ იმას, რომ ჩვენი ერი არასოდეს გადაშენდება, ქართული გენეტიკა არასოდეს არ აღმოიფხვრება, ჩვენი თვით შეგნება არასდროს არ მოკვდება, ჩვენ ვართ უფლისმიერი ერი და აი ამ უფლისმიერ ერს ასაზრდოებს ის დიდი სიყვარული, რომელიც დღეს ასე დააკლდა ადამიანებს, ძალიან ბევრ ადამიანს დააკლდა და სანამ ჩვენ აი ამ სიყვარულს ბოლომდე არ გამოვასხივებთ და ბოლომდე არ გავხსნით გულის კარებს, მანამდე არაფერი გვეშველება მეთქი ვამბობდი, მაგრამ გვეშველება, იმიტომ რომ ჩვენ ეს სიყვარული მოგვდგამს თავიდან ბოლომდე, ოდითგანვე და უბრალოდ უნდა გავიხსენოთ, რომ სიყვარული შეგვიძლია. უნდა გავიხსენოთ ეს, რადგან კიდევ ამბობ, უფალი არის გულიდან გამოსული უდიდესი სიყვარული, გულიდან, აი აქედან, ემოციიდან გამოსული და არა გონებიდან. და მე ამის უფლებას კიდევ ერთხელ ვიტყვი, ის პატარა უკვე გმირი ადამიანი მაძლევს, ის პატარა ბავშვი, რომელმაც მთელ საქართველოს და მთელი საქართველოს სახელით უთხრა ქრისტიანობას, ჩვენს უფალს და ჩვენი უფლის აი აქ საქართველოში გამოგზავნილ ქრისტიანობის მესაჯეს, ილია მეორეს, მიყვარხარ პატრიარქო. ღმერთმა დაგლოცოს ჩემო პატარავ და ყველა პატარა დალოცოს და ყველა დიდი და სრულიად საქართველო გემშვიდობებით ძალიან მიყვარხართ.